მოგესალმებით ეს გურისმამბის ვებგვერდის გადაცემა მთავარი თემა მე ჟურნალისტი თეა იოსელიანი ვარ დღეს გადაცემის მთავარი თემა არჩევნები 2016 არის გადაცემის სტუმრები კი ლანჩხუთის ჩოხატაურის გაერთიანებული მაჟორიტარულ ოლქში ნაციონალური მოძრაობიდან ქალბატონი ნინო კვიტაშვილი დეპუტატობის კანდიდატი კვიტაიშვილი უკაცრავად და პაატა ბურჭულაძის გაერთიანებიდან ბატონი გურამ ჩალაგაშვილი დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ასევე უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი ბატონი აკაკი ჩხაიძე, რომელთანაც ერთკვირიანი საუბრის მიუხედავად, რომ ის ყოველდღე გვპირდებოდა, რომ აუცილებლად იქნებოდა ჩვენი გადაცემის სტუმარი, მხოლოდ დღეს გავიგეთ, რომ მას დაავიწყდა ის შეთანხმება, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ, საინტერესო არის ბატონ აკაკის დაავიწყდება თუ არა, იმ ყველა დაპირების მიტანა პარლამენტამდე გამარჯვების შემთხვევაში, რასაც დღეს ის თავის ამორჩეველს პირდება. მე უნდა დავიწყო გადაცემა, მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ გურამ, ქალბატონ ნინოდან რო დავიწყოთ, მაინ ქალბატონი არის გადაცემის სტუმარი და აქედან გამომდინარე ქალბატონ ნინო პირველად აღძანდებით დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი, მაგრამ სანამ იმაზე გადავალთ, რასაც პირდებით ამორჩეველს, როგორი არის ზოგადად წინა საარჩევნო სიტუაცია, რისი იმედი გაქვთ და გაქვთ თუ არა ზოგადად გაძლევთ თუ არა ამორჩეველი იმედს, რომ თქვენ შეიძლება გაიმარჯვოთ, ძალიან მაინტერესებს ბოლო პერიოდში თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე თქვენ რა შეფასებებს გააკეთებთ, როდესაც ისინი დარწმუნებით ამბობენ, რომ აუცილებლად მოვლენ ხელისუფლებაში და უფრო მეტიც ქართულ ოცნებას ურჩევენ, რომ ღირსეულად გადაინაცვლონ ოპოზიციაში. რა გაძლევთ უბრალოდ ამის თქმის საფუძველს, ამით რო დავიწყოთ. მოგესალმებით, მიესალმები რა თქმა უნდა მაყურებელს და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. დავიწყოთ იმით, როგორია წინა საარჩევნო გარემო. საკმაოდ დაძაბული ვითარება არის ჩვენს, ასე ვთქვათ, საარჩევნო ოლქში და ეს დაძაბულობა პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მოქმედებებს. კერძოდ ყოველდღურად ჩემთვის ცნობილი ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, საუბრები იმის შესახებ, როგორია დამოკიდებულება საჯარო მოხელეებთან, როგორ მიმდინარეობს ხელისუფლების კანდიდატის შეხვედრები სწორედ მათთან, როგორ ხორციელდება გარკვეული, ასე ვთქვათ, ფარული ზეწოლა ამ ადამიანებზე და დაწყებული იქიდან, რომ ფაქტობრივად თანაბარი წინა საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე ნაკლები მცდელობა აქვს ხელისუფლებას, ეს ბუნებრივია მათ სისხლზე ასხამს ხალხს. რაც შეეხება თავად ანუ ხალხს უსვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, საჯარო მოხელეთა ჩართვას აი ამ საარჩევნო პროცესებში. ანუ ქალბატონ ნინო საუბრობთ იმაზე, რომ არის ზეწოლები, არის დაშინებები, მაგრამ გაქვთ თუ არა ამის კონკრეტული მაგალითები, არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც ყვებიან ამას თქვენთან ყველაფერს, რომ კონკრეტულად მასზე იყო რაიმე ტიპის ზეწოლა. აი ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ეს არ უკავშირდება ხარ თქო საჯარო მოხელეს, მაგრამ იყო ერთ-ერთი ჩვენი კოორდინატორი, რომელიც მოვიდა ჩემთან აცრემლებული და მან განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრი მუშაობს მაგალითად დამლაგებლად ერთ-ერთ სკოლაში და იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ დაემუქრნენ სამსახურის დაკარგვით, მან დატოვა, ასე ვთქვათ, კოორდინატორის პოზიცია და ასეთი ფაქტები ბუნებრივია კიდევ არსებობს. რაც შეეხება თავად საჯარო მოხელეებს, არასამუშაო დროს მართალია, მაგრამ ხელისუფლების კანდიდატის შტაბში უკაცრავად მუდმივად არის საჯარო მოხელეებთან შეხვედრები და ბუნებრივია, რომ იქ მხოლოდ ყავის მისართმელად არ დადიან და ეს შეხვედრები გარკვეულ მიზანს ემსახურება. დიდი მადლობა ბატონ გურამ, როგორი სიტუაცია არის თქვენს პარტიასთან დაკავშირებით? აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ ყველაფერზე, რაც ბოლო დღეებში განვითარდა, იგივე გირჩმა დატოვა თუ დაატოვებინეს გაერთიანება. გუშინ ბატონი ვაშაძე ამბობდა, რომ დაამტკიცეთ თქვენ, ანუ ამ შემთხვევაში პაატა ბურჭულაძის გაერთიანებამ დაამტკიცა ის, რომ ისინი არ არიან ოცნების პროექტი, თუმცა თქვა ისიც, რომ აუცილებლად არჩევნებამდე მოგვიწევს იმის დამტკიცებაც, რომ ჩვენ არც ნაციონალური მოძრაობის პროექტი არა ვარ. თუ შეგიძლიათ, ან უბრალოდ თუ ფლობთ ინფორმაციას, რით შეიძლება ის ყველაფერი დამტკიცდეს და რომ ვისაუბროთ იმაზე, თქვენ როგორც კანდიდატს გეძლევათ თუ არა თავისუფლად იმის შესაძლებლობაა, რომ შეხვდეთ ამორჩევლებს. მოგესალმებით პირველ რიგში, მესალმები მსმენელს. შეეხება წინა საარჩევნო გარემოს, როგორც ხალხმა მოახსენა, ანალოგიური არჩევნებთან მიმართებაში ზოგადად ფიქრობ, რომ ყველა იმ პარტიასთან მიმართებაში, რომელსაც რეალურად ოპოზიციური პარტია ქვია და არა იმ პარტიასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რომლებიც სასათხოვრო პირობებში არიან და არაჩვეულებრივ ზოგადად თავს. არის ზეწოლები, თავის საუცხადია, ამაზე ჩვენ ჩოხატაურის მაგალითი მოხდა კიდევ საბახენი არჩევნების მაშინ მონიტორინგში. როდესაც უშუალოდ ჩოხატაურის დამგებლის მოადგილემ დაიბარა ჩვენი კოორდინატორები და დაემხრა, რომ თუ ისინი კიდევ გააგრძელებენ ჩვენ გვერდით ყოფნას.
თავისთავად ცხადდება შეექნებოდა პრობლემები და ასე შემდეგ და უამრავი ხა და მარტივი ის არის რომ შეგვიძლია მანქანის ნომრები და ფოტოები შეგვიძლია მოსაქმნათ რა მოვაწოდოთ როგორ ასე ვთქვათ ვიცავენ სამართალ დამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები ასე ვთქვათ რომ რაღაც არ მოგვიდეს და დაუკვირდიან მოგადნა უმეტოდ ჩვენ საქართველოს უნდა თავს მათი იმინდი გვაქვს და შეუძლია რაც შეეხება იმას რა მოხდა ჩვენ ბლოგში ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ უკვე ამაზე მასალები გაკეთებული არის მოხდა ისაც რომ მომხდარიყო და მე თვითონ შემიძლია თქვა რომ ვინ და გურამ ჩაღადაშვილი ნამდვილად ვერ იქნება იმ პარტიის წარმომადგენელი და კანდიდატი და ისიც ის მეგონი თემურია რომელიც პარტია შეიძლება დაფინანსდეს ივანიშვილის ჯიბიდან გამოცხული არის ამას ვერ შევეგუებით და კი ბატონო ამაზე ისაუბრა თქვენმა ლიდერმაც რომ ჩვენ ეს დავამტკიცეთ რომ ჩვენ არა ვართ ივანიშვილის პროექტი მაგრამ დარჩა კიდევ მთავარი კითხვა არის თუ არა პაატა ბურჭულაძის გაერთიანება ნაციონალური მოძრაობის ან მიშა სააკაშვილის პროექტი მოდით ამაზე მარტივად გავცემ პასუხს რა ანუ არის საუბარი იმაზე რომ აი ბურჭულაძე და მისი პარტია და მას შემდეგ რაც გავერთიან და მას გიორგი ვაშაძე და მისი გუნდი და ასე შემდეგ ესენია მიხეილ სააკაშვილის პროექტი და ასე შემდეგ მარტივად შეგვიძლია ხო ამას ანალიზი გავაკეთოთ რომ მიხეილ სააკაშვილის პროექტი რომ იყოს ეს და რომ უნდა მაშინ ძალიან მარტივად ეს გიორგი ვაშაძე და მე და დანარჩენი გასვი რომ პირდაპირ ვასრულებთ ამ დავალებას მაშინ პირდაპირ მარტივად გვეყოლა ხო მიხეილ სააკაშვილი მოდი ვიჭერთ იყავით ნაციონალურ მოძრაობაში პაატა ბურჭულაძე იყოს ცალკე თავისთვის რო ეჭვია შეიტანოს არავინ და მე პაატა შევა თავისი რაოდენობით მაშინ პარლამენტში ჩვენი და მე გავერთიანდებით და დაუბრალოდ დაარს ხო ეს ჯერავს იმ ადამიანებს ვისაც უნდა რომ დაიჯეროს ეს ერთი და რა თქმა უნდა ეს არის ერთადერთი რაც დარჩა დღეს ოცნებას და ხელისუფლებას რომ ჩვენ მოვაწერო მიხეილ სააკაშვილის პროექტი ან რა ვიცი მე კიდევ სხვა მისი სხვის პროექტი რომ როგორმე ადამიანებს რაღაცა ჩაუგვეთო თავში რომ თუ პაატა ბურჭულაძის მისცემენ ხმას რომ ისევ ნაციონალთან გაერთიანებიან მოდიან ხელისუფლებაში და დაიწყება იგივე რაც იყო მანამდე და 1000 სულ სხვა რამეს ვერ იმშვებიან ვერანაირად ხო ფაქტია პირველი შემთხვევა იყო მეგონი ყველამ დააგვირდით და ყველა უსვენთ და უყურეთ ხო ტელევიზორს და შემდეგ რომ მას შემდეგ რაც ჩვენი პროგრამის პრეზენტაცია გავაკეთეთ ოცნებიდან პარტიიდან და ხელისუფლებიდან ერთი ადამიანიც კი ვერ გამოჩნდა რომელიც გამოვიდოდა და რაღაცას გააკრიტიკებდა ანუ ადამიანებს არ აქვს არანაირი შეკითხვა ერთადერთი შეკითხვა რაც დაისვა და რაც მოიფიქრეს საერთო ჯამში ეს იყო საიდან აპირებთ 300 მილიონის მოტანას და ამაზე მიიღეს ძალიან მარტივი პასუხი რომ მილიარდ ნახევარს ხარჯავთ თქვენ იმაში რომ ხადურმა და მისნეირებმა აიღო პრემიები და დამატები და რაღაცა აბსოლუტურად არაფრის ხმელი და არაფრის მახლის სამინისტროები და ჩინონგები ყავთ აი ეს იყო ამათ ჩვენგან პასუხი და ამის შემდეგ ვაპირდებით საერთოდ არანაირი პრეტენზია ანუ კრიტიკასაც ვერ ნახულობენ და ხმას ვერ იღებენ და რაღაც ხოლმე ახლა თქვა მე აუცილებლად მინდა თქვენ კონკურენტებთან დაკავშირებითაც დაგისვათ კითხვა მაგრამ მანამ ქაბატონინო როცა დღეს ამორჩეველი გაცხრობულ იმედებზე ტყუილი დაპირებებში გასულ 4 წელსა და ხელისუფლების უუნარობაზე საუბრობს სწორედ მაშინ იწყება ყველა ოპოზიციური პარტიიდან საუბარი იმაზე რომ ნდობა რომელიც დაკარგა ხელისუფლებამ აუცილებლად გადანაწილდება სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თუმცა ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს ბრძოლა ისე ორი პოლუსით გრძელდება. ერთ მხარეს არის ნაციონალური მოძრაობა, მეორე მხარეს არის ქართული ოცნება და თქვენ მე არ მიპასუხეთ წეგან ჩემს დასმულ კითხვაზე, რატო არის ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად ის ადამიანები, ვინც განაწყენებული ყავს ხელისუფლებას, დაუდგება გვერდით ნაციონალურ მოძრაობას და თქვენ დაბრუნდებით ხელისუფლებაში. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ რა არა და მოსახლეობამ კარგად იცის იმ პერიოდში, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, საქმე ქვეყანაში კეთდებოდა. ის რომ ძალიან კარგად იცის რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოირჩევიან თავიანთი ცოდნით, უნარით, ზოგადად კომპეტენციით და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უფრო მაღალია мотиваცია იმ კუთხით რომ 2012 წელს უკვე ერთხელ უარი უთხრეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და აბსოლუტურად გაცნობიერებულია ის შეცდომები, ის ხარვეზები რაც არსებობდა 2012 წლამდე და სრულიად განახლებული ენერგიით, განახლებული გუნდით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოდის ხელისუფლებაში.
მოდის ვამბობ და ამის საფუძველს იძლევა სწორედ მოსახლეობის განწყობა და ის დაკვირვება, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თუ სხვა წევრები პარტიის ვახდენთ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ამას იძლევა რა თქმა უნდა გარკვეული კვლევებიც ამის შესაძლებლობას და გუშინ იყო მგონი ბიძინა ივანიშვილმაც კი უკვე გაზრდილ პროცენტზე ისაუბრა იმ ფონზე, როცა თქვენ გახსოვთ გურიის რეგიონში შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მაგალითად 3%-ს არ აღებადებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი. კარგი, ქალბატონი ნინო ამბობს იმას, რომ აუცილებლად დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა და ახსნა მიზეზები რატომ. იგივეს ვისმენთ თქვენი პარტიის ლიდერებისგანაც, ბატონო გურამ და ალბათ თქვენს განსხვავებულაზე არ იქნებით, რომ ეს არის მესამე ძალა, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ის აუცილებლად შეძლებს, რომ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. როგორ ფიქრობთ თქვენ ხალხის განწყობაზე დაყრდნობით შეგიძლიათ იგივე შეფასებები გააკეთოთ, რაზეც ახლა ქალბატონი ნინო საუბრობს, ანუ ნდობა თქვენს მიმართ იქნება ისეთივე მაღალი, იმიტომ რომ თქვენ არ ყოფილიყართ არასოდეს ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში გაერთიანებას გულისხმობ და თუ ისევ იმ ძველს დაუბრუნდება ხალხი, რომლისგანაც გამოცდილება გქონდა, რომ რაღაცას აკეთებდა. კი ბატონო, მოგახსენებთ, მე მგონი ყველა მიხედავთ, რომ დღესაც კი ერთი კვირით ადრე შეიძლება კვლევები ადასტურებს იმას, რომ დაახლოებით 47-50% მოსახლეობის კიდევ არ ამბობს და ვერ ამბობს ვის უნდა მისი ხმა. ამას ნიშნავს იმას, რომ ცალსახად ეს არის დაუწერელი პანელი, რომ ამ ადამიანებს არ სურთ არც მოქმედი ხელისუფლება და არც ყოფილი ხელისუფლება, ეს ადამიანები არიან ახალი ზებნაში. რატომ ამბობ ჩვენ იმას, რომ მოხდა ხელისუფლებაში, ვამბობთ იმიტომ, რომ ის რაც დღეს ხდება, თავისთავად ამაზე ყველანი ვთანხმდებით, უმრავლესობა 90% საქართველოს მოსახლეობის ვთანხმდებით იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება უნდა წავიდეს და არ უნდა იარსებოს გამორიცხული, იმიტომ რომ 3 მილიონი ქვეყანაში შეყოლება 1,5 მილიონი გაჭირებული და ადამიანი, რომელსაც სოციალური დახმარების მოთხოვნა მოუწია, ხო, ამ შემთხვევაში ხელისუფლება თვითონ უნდა მიხვდეს, რომ აღარ უნდა იყოს ხელისუფლებას უნდა წავიდეს. თუმცა ბატონ გურამ, ის რაზეც თქვენ საუბრობთ, იგივე ქალბატონ ნინოც საუბრობს, ზოგადად ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი არის სოციალურად შეჭირებული, რომ ვერ მოერია ვერანაირად სიღარიბეს ამ 4 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება და უბრალოდ მოსახლეობის საუბრიდანაც რომ და შეფასებებიდანაც რომ გამოვიდეთ, ისინი მხოლოდ ორიენტირებულები იყვნენ იმაზე, რამდენი პრემია ან რამდენად გაეზარდა მათი ხელფასები, მაგრამ ის სტატისტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობს მართველი პარტია, აბსოლუტურად სხვას მოწმობს, ისინი ამბობენ, რომ 500-1000 ადამიანი პირიქით აი ამ სოციალურად შეჭირებულთა ბაზიდან უკვე გადმოვიდა და გახდა საშუალო დონის მაცხოვრებელი. აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ახლა იმაზე ვერც ერთი ვერ ვიდავებ ჩვენ, რომ ქვეყანაში რეალურად გაჭირებული ადამიანები ძალიან ბლომად ყავს. მაგრამ მარტივ პასუხს მაგაზე შეგვიძლია ჩვენ ახლა გადაცემის შემდეგ ერთად წავიდეთ და შევიდეთ ნებისმიერ სოფელში, ნებისმიერ ოჯახში, მე არ ვამბობ რომ შევარჩიოთ, ნებისმიერ ოჯახში შევიდეთ. რამდენი ათასობით ადამიანია მარტო გურიაში, რომლებსაც დახმარება მოუხსნეს და მოუხსნეს იმიტომ, რომ თურმე ვიღაცა მაჩუქა ტელევიზორი, თურმე ვიღაცას მეზობელმა აჩუქა ხათამი და ვიღაცას მეზობელმა აღარ. გუშინ უსმენდი სხვათა შორის ერთადერთი მიზეზით ისიც დაასახელეს სოციალური დახმარების მოხსნის მოხუც ქალბატონისთვის, რომ ფართი აქვსო ძალიან დიდია და ავარიულ სახლში ცხოვრობს ადამიანია, აქედან მარტო მაგალითს მოგვალ ძალიან დიდი ხარ, ყოველდღიურად მაგას ალბათ შეხვდება, ახლა სოფელ კარდაგარ დავდივართ, ხო? ძალიან ბევრი შეხვდა, ერთი და ორი ყოფილიყო არ დავიჯერებდი, ასე ძალიან ბევრი. და ვაცრავთ სხვა ტემის ეყურებაზე და რადონის უაზრო ხელისუფლება ყავს, რომ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა სახლში, ქონდა დახმარება, გარდაიცვალა ერთ-ერთი მათგანი და მოუხსნეს დახმარება, იმიტომ რომ სარჩენი მოგაყდა უხელისუფლება. იმას არ ამაკითხულობს, რომ ეს ორი ადამიანი რომ ამ სოციალურ დახმარებაზე იყო დამოკიდებული და სხვა შემოსავალი არ აქვს არაფერი, რა უნდა ქნანდა. ამიტომაც ვიძახი, რომ თუ შეგიძლიათ ელემენტარული ციფრი ნახოთ, ხო? სტატისტიკა, რაც იყო ჩოხატაურის მაგალითს გეტყვით, რაც იყო და იგივე ლანჩხუთში, რაც იყო სოციალური დახმარების გამოყოფილი თანხა, ეს თანხა არ შეცვლილა, მაგრამ სოციალური დახმარება გაეზარდა ადამიანებს, გაუორმაგდა. ანუ გაუორმაგდა როგორ? თუ თანხა არ იცვლება, როგორ უნდა გაუორმაგდეს? ანუ თუ იყო 1000 ადამიანი, 500 მოეხსნა დახმარება და მეორე 500 ამის ხარჯზე გაუორმაგდა. მაგრამ ის 500 კაცს რო დარჩა შეიძლება ამაზე არავინ არ ფიქრობს. ჩვენ როცა ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი იმისა, დღეს ხელისუფლებაში ამ წუთას ბიუჯეტში არის იმის რესურსი, რომ იმ მილიონ ადამიანს, რომელიც მართლა უკიდურეს მდგომარეობაშია და მახლუკმაყურის პრობლემა აქვს, რომ ამ მილიონ ადამიანს ყველას ხდება სოციალური დახმარება, გამოვიდა ხელისუფლება და თქვა, რომ აი პატა ბუჭულაძეს და მის გუნდს ქვეყანა მიყავს გაღატაკებისკენ. არა ბატონო, ჩვენ ვამბობთ, რომ მანამ სანამ შეექნება 1, 2, 5, 10 სამუშაო ადგილი, მანამ სანამ ეკონომიკა წავა წინ, გაორმაგდება და
ქვეყანა ენელა აი ამ უკუსვლიდან წამოვა წინ, მანამდე ეს 9 მილიონი ადამიანი შიმშილით არ მოკვდეს, ამ 9 მილიონი ადამიანს ვეუბნებით, რომ ჩვენ გააზრებთ თქვენ დახმარებას. 4 წელი ვერ მოგიხსენთ ამას ვერავინ, ხო? მარტივი მაგალითია, ხო, თქვენ სხვა ვცხოვრობთ, ხო, ყველანი ამ ქვეყანაზე ვცხოვრობთ და ყველანი ხედავთ რა ხდება. ადამიანი ოჯახი, რომელსაც აქვს დახმარება, ამ ოჯახის წევრმა თუ ხელობა აქვს ელემენტარულად რაღაცა, თუ რამე სამსახურის მაგალითად რაღაც ერთი კვირის სამუშაო ისოვა დამატები და ვიღაცამ ეს დაინახა, აგენტი მიდის და დახმარებას უხსნის. ანუ ადამიანის ზეუნებით როცა არ უნდა იმუშაო და იმყოფინა იქ 60 წელი, რასაც გაგვითო 30 წელი, რამდენი წელი ზოგს რამე სხვადასხვა ხო? ამას ვეუბნებით. დღეს გურიაში განსაკუთრებით ხო? გურიაში ახალგაზრდას ვერ ნახავთ, ახლა ბრუნდებიან, უკან სეზონი დასრულდება მაშინ თურქეთში. მთელი ახალგაზრდობა არის გასული თურქეთში. ეს ადამიანები მონებივით შრომობენ თურქეთში, ჩაის კრეფენ, თხილს იმაშვებიან მონებივით, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეშის პული ჩამოიტანოს ზამთარში, რომ ქვინები შახარი ოჯახი გამოყვებოს და უკაცრავად ჩვენი ან გამოთაყვანებული ხელისუფლება როგორც კი დააფიქსირებს, რომ ადამიანი გადავიდა საზღვარზე და ბაზაში თუ არის ამ ადამიანის მონაცემები, რომ იღებს ოჯახის სოციალურ დახმარებას, მაშინვე სოციალური დახმარება კი ბატონო, რაც შეეხება თურქეთში ახალგაზრდების გადინებას, ბატონო აბიძინო ჯერ კიდევ 2012 წელს დაუკვირდა ის, რომ ეს აუცილებლად სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა იყო, რომელიც მისი მოსვლის შემთხვევაში პირველივე წელს მოგვარდებოდა, თუმცა არ ვიცით გუშინ სხვათა შორის თქვენი პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ქალბატონმა თქვა, რომ ოცნება სხვა სათქმელი აღარაფერი აღარ დარჩა, უბრალოდ ოღონდ მართლას თუ დაამატებს, რომ შევასრულებთ იმ დაპირებებს, რაც პირდითო. მიუხედავად ამისა, რაზეც თქვენ საუბრობთ, რაზეც ჩვენ ვჯერდებით, რომ არის რეალურად დღეს ძალიან ძიმე მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნებაც, ისევე როგორც მათი მაჟორიტარობის კანდიდატები, აბსოლუტურად დარწმუნებული არიან იმაში, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ, რომელიც თქვენი კონკურენტი არის უშუალოდ ორივესი, განაცხადა, რომ მე დეპუტატობის კანდიდატი კი არა, ჩათვალეთ, რომ მე უკვე დეპუტატი ვარ. აი ესეთი საუბრები ხალხთან ეს პირველ რიგში აი ვერ ვიგებთ უბრალოდ როგორ შეიძლება რომელიმე პარტიამ იგივე ნაციონალურმა მოძრაობამ ქალბატონ ნინო 8 ოქტომბრამდე როცა ამორჩეულმა უნდა გადაწყვიტოს ვის მისცეს ხმა და ვის გამოუხატოს ხარდაჭერა აცხადებთ რომ ვართ გამარჯვებულები და საერთოდ რატო აუცნება დღეს როგორ ფიქრობთ თქვენ დარწმუნებული იმაში რომ აუცილებლად არ დაბრუნდება არავინ წარსულში პატა ბურჭულაძის პარტიაზე ამ შემთხვევაში როგორც მესამე ძალას ერთადერთი ბიძინა ივანიშვილმა ახსენა რომ მე გირჩევთ რომ საშიშია მესამე ძალა და შეიკავეთ თავი აქედან გამომდინარე რატო ფიქრობენ ეს ადამიანები რომ მიუხედავად ამ ყველა პრობლემისა მაინც მათ ეკნებათ ერთ კომენტარს გავაკეთებ ვიდრე კონკრეტულად ამ საკითხზე გადავალ გურამ ძალიან იმის შესახებ რომ ჩამოუყალიბებელი ამორჩეველი ყოველთვის რომელიც პასუხს არ იძლევა კითხვაზე ხმას ვის აძლევს კვლევების დროს ძირითადად მესამე ძალას დაუშვათ შეიძლება უჭერდეს ხარს ნუ მე პირადად მივიჩნევ რომ ეს არის სწორედ ის ადამიანები რომლებიც ზოგადად ოპოზიციურ ძალას გულშემატკივრობენ და გამომდინარე იქედან რომ მთელი სამთავრობო ასე ვთქვათ ძალები ჩართული არიან ასეთი ადამიანების აღმოჩენაში რომ როგორმე გაიგონ ვინ არის ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი და შემდგომ მივიდნენ და დაუშვათ შიშის ფაქტორზე საუბრობთ. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ამ ადამიანებს ურჩევნიათ რომ საერთოდ არ დაასახელონ ვის უჭერენ ხარს და ასე ვთქვათ მიიტანონ ეს თემა 8 ოქტომბრამდე და კონკრეტულად იქ კაბინაში გასცენ პასუხი ხელისუფლებას. ანუ მაინტერესებს ბატონ გურამ თქვენგანაც რომ მოვისმინე, ანუ დღეს თქვენ ამბობთ რომ რეალურად არსებობს შიში ამორჩევლებში, რომ თუ კი ისინი ღიად დააფიქსირებენ იმას, რომ ხარს არ უჭერენ სამთავრობო პარტიას, ამ შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები? თავისთავად ძალიან მარტივია. როცა ხარ ხელისუფლების ხარდამჭერი, ამას ამბობ ღიად. არ გეშინი არავის და არაფრის. როცა ადამიანი ამბობს ვიცი რა, ამ 50%-ში რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს ხელისუფლების, იმიტომ რომ ნუ არის კატეგორია ადამიანის, რომლებიც ზოგადად არ ამბობს ვის უჭერს ხარს, პრინციპია ესეთი. ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას არ უჭერს ხარს, ამ ადამიანს ახლა როცა მიადგებენ ხაღალ პასტით, ფურცელით ხელში, ამ ადამიანს შიში აქვს, რო თქვას რაღაც საწინააღმდეგო ან რაღაცა რო პრობლემა შეექმნება, მოხდა დახმარებას ამოუხსნიან შვილს, დედას, მამას, რა ვიცი, თუ კი მესადმე მუშაობს, თუ კი არსებობს საერთოდ გურიაში სამსახური გარდა გამგეობისა. ამიტომაც არის ადამიანები, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ. იცით ეს კითხვა რატომ მიჩნდება ყოველთვის, როდესაც მე გადაცემაში სტუმრად მიზის ნაციონალური მოძრაობის და ოცნების წარმომადგენლები მუდმივად მოდის ოცნების წარმომადგენლის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ იცით რა დამთავრდა ის დრო, როდესაც თქვენ აშინებდით ამორჩეველს, დამთავრდა ის დრო, როდესაც ამორჩეველი თავისუფლად ვერ აფიქსირებდა თავის არჩევანს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ რეალობა აბსოლუტურად ნუ მაშინ რატომ არ არის დაფიქსირებული არჩევანი, ხო?
ანუ ძალიან დიდი პროცენტი არ აფიქსირეს. ესე იგი პრობლემა რჩება პრობლემა. კანი, კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ახლა, როგორ აფასებს ეს აბსოლუტურად არაადეკვატურია თქვენ ეს კითხვა დასვით წინა, აბსოლუტურად არაადეკვატურია შეფასებებში, გამომდინარე იქედან, რომ რა განცხადებებსაც ის აკეთებს. ჩვენი კონკურენტი, ქალბატონი ნინო წილოსანი, არც ჩემთან, არც ბატონ გურამთან, ელემენტარულად, ასე ვთქვათ, არ მოეკიდა როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხისმგებლობით საკითხს და დებატებზეც კი არ მოგზავნა. გასაგებია ქალბატონი ნინო უბრალოდ პატარა ჩართვას გავაკეთებ. არ შეიძლება კანდიდატმა მოიშველიოს წინა საარჩევნო პერიოდში თავის მართლების მიზნით უბრალოდ ფრაზები, რომ მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები და მოუცლელობა მოიმიზეზოს, იმიტომ რომ თქვენს კანდიდატები ბრძანდებით და აქედან გამომდინარე, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ არც თქვენ არ უნდა იყოთ მოცლილი ყოველ შემთხვევაში წინა საარჩევნო პერიოდში, ამიტომ ეს უბრალოდ არის თავის მართლება და იგივე შემიძლია თქვა, აი ბატონ აკაკიძე გავაკეთე მე შესავალში პატარა განცხადებაც, რომ ის ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში, სხვათა შორის ახლა რამდენჯერმე დაგირეკეთ და შეიცვალა გადაცემის დრო სწორედ იმიტომ, რომ მე ველოდებოდი ბატონ აკაკის და თურმე აღმოჩნდა, რომ მე ან არ ახსოვდა და კიდე მე განაცხადა ის, რომ დებატში საერთოდ არ დაჯდება. მე იმ აკაკი ჩხაიძეზე ვსაუბრობ, რომელსაც ამბობენ, რომ ის ოცნების სათადარიგო კანდიდატია, რომლითაც ოცნება თავს იზღვევს თუ არა ნინო წილოსანი. ამ შემთხვევაში აკაკი ჩხაიძის გასვლა მათთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ის იქნება ოცნების მხარდაჭერი. ამაზე თავად ბატონი აკაკიც საუბრობს, რომ ის ოპონირებას არ გაუწევს ქართულ ოცნებას პარლამენტში. დიახ, მან ეს განაცხადა ღიად, იქვე განაცხადა გარკვეული ასე ვთქვათ მის სიმპათიების შესახებ კონკრეტულად ბიზინა ივანიშვილის მიმართ. ხა ჩვენ რაღაც საგაზეთო სტატიებში კი ვიხილეთ კონკრეტულად ნინო წილოსანთან თითქოს მის დაპირისპირების შესახებ, მაგრამ ჩვენს ოლქში აშკარად ჩანს როგორ მოქმედებს და უშუალოდ ზოგიერთი ის პირი, რომელიც რეალურად სწორედ სახელმწიფო ბლოკის წარმომადგენელია, დასახმარებლად აკაკი ჩხაიძისთვის და ვთქვათ შეხმატკბილებული პოლიტიკური თამაშია. ეს იკვეთება სურათი ასე ჩანს. თქვენ რა სიტყვით ბატონ გურამ ამბობენ რომ ყავს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი და როდესაც ვკითხულობთ ხოლმე ბატონი აკაკის ესე კარგად როგორი შეიძლება იცნობდეს ლანჩხუთი, იმიტომ რომ წარმოშობით იქედან არის, მაგრამ ასე კარგად როგორ იცნობს ჩოხატაური, გვეუბნებიან რომ აი იმ დროს როდესაც ის იყო რკინიგზის ხელმძღვანელი, მას ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ან რეალურად რა ხდება ზოგადად რა შეგიძლიათ მითხრათ. კონკურენტი არის თქვენი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, როგორც ამბობენ. მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ პირველ რიგში ის რომ ბატონი აკაკი არის სათადარიგო კანდიდატი, ამას თავად ვიადასტურებს და ამას უარი არ უთქვამს. და თქვა რომ ამ ჯერ ხელისუფლებასაც შეათანხმა ეს ნაბიჯი და მხოლოდ ამის შემდეგ დააყენა საკუთარი კანდიდატურა, ეს მისი პრობლემაა. რაც შეეხება იმას, რომ მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ამას ეუბნება ის გარემოცვა, რომელიც მას ყავს, რომ მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ ხალხი გიждდება, რომ ბატონი აკაკი თუ იქნება ჩოხატაური ლანჩხუთიდან წარმომადგენელი პარლამენტში, ჩოხატაური და ლანჩხუთი აყვავდება და რომ ჩოხატაურში და ლანჩხუთში გვექნება ტუნგოს გადამამუშავებელი ქარხანა და თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა. და ჩელსის სათადარიგო კლუბი იქნება ლანჩხუთის გურია. კი ბატონო, ეგ ინფორმაცია ჩვენს ქონდა, ჩვენც კი არა და ჩვენ მქონდა პირველი, იმიტომ რომ რიად თქვა კი ბატონო და ამას ეს ადამიანი არც მალავს არაფერს რა, ძალიან სანამ დაიწყო გადაცემა გითხარით კიდევაც რომ პირდაპირ ბატონი აკაკის წარმომადგენლები დადიან და ასე ფურს თავაზობენ ადამიანებს ჩვენ კოორდინატორს მისცეს პირდაპირ ასე ვთქვათ შესთავაზეს ფულიდან რომ აი ეს მე მეკითხე რომ პრიანი იყო და ასე შემდეგ მე ერთი რამ ვიცი რომ ხალხი მოსახლეობა ზოგადად ძალიან კარგად გამოიწვია და გაიზარდა ამ არჩევნების კუთხით და შეუძლებელია ის რომ დღეს ადამიანებმა რაღაცა 2 და 3 ლარის გულისთვის უბრალოდ იქნება თვალზე არ აღნიშნულობა 4 წლიანი პერიოდის შიმშილში ისევ გაატარონ თავისთავად ცხადია ეს ასე არ იქნება რაც შეეხება ახლა იმას რომ რამდენად შანსი აქვს ბატონ აკაკის მე ერთი რამ ვიცი რა ადამიანი რომელიც დებატებში არ ჯდება და გადაცემაში ამბობს რომ ნეტა შევარდანძისნაირი ადამიანი კიდევ ძალიან ბევრი იყო დღეს საქართველოში და ადამიანი რომელიც მისდირის შევარდანძის დროინდა ხელისუფლებას და პერიოდს და ის ადამიანი რამდენად წარდგება ჩოხატაურს ლანჩხუთის მოზოგეთის ნაწილს ზოგადად გურიას და საქართველოს ეს მე უკვე თავშეურება რატოს მოსახლეობა ეს ადამიანი დადეს გამობს რომ ისი სამეცნიერო წრით იმხელა სამეგობრო ყავს ყველა სოფელში შეიყვანს გაზ ეს ადამიანი ამბობს რომ ერთი კაცი 150% პარლამენტში შეცვლის კანონმდებლობა სოციალურ პაკეტი იქნება გაზ დიდი და რაღაც რაღაცას ლაბარაკობენ ხო
მე მარტივად შემიძლია თქვა, რომ ამ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ბედნიერი სიბერი გაატაროს პარლამენტში 4 წლის განმავლობაში და დღეს ის უკვე პენსიონერია და როგორც პარლამენტის წევრს უკვე 4 წლის მერე მეტი დიდი პენსია რო გქონდეს. მე თქვენ მინდა აუცილებლად ადამიანი რომელიც ამბობს, რომ მე დამავიწყდა რომ მოსულიყავი დებატებში, დიდი ეჭვმა იმის რომ ადამიანს ზუსტად 9 ოქტომბერში დაიხურავს 5-ს ასევე დაავიწყდება ჩოხატაური ლანჩხუთიც და ზოგადად გურიაძე. ყველას მარტივად ვეკითხები და პასუხი ვერ მიღე ვერავისგან. მაშინ როცა 98-99-2001 წლებში ხო თითოეულ ჩვენთაგან თვეობით ველოდებოდით უშუხობის შუქს. ხარს არ ქონა საჭმელი, პრაქტიკულად მთელი საქართველო და გურია განსაკუთრებულად არავის არასოდეს არ ახსოვდა და დღეს განსაკუთრებით იყო ჩავნადებული, შიმშილი იყო, ხალხი მშიერი იყო, ბატონი მაგერით იყო დაკავებული. კინიზაში ძალიან ბევრი მილიონი შოვნით ხო და მან ეს დაადასტურა კიდევაც რომ 10 მილიონი გადაიხადა როგორც ამბობს, როდესაც ის დაიჭირეს. კი ბატონო, სატელევიზიო ინტერვიუში დამატება რომ თქვენ არიცით რომ მე რა დამიჯდაო, რა დამჭირდა იმისთვის რომ ერთ თვეში 10 მილიონი მეშოვნა, ერთ თვეში 10 მილიონი მეშოვნა, ამის რა დამჭირდა ცოტა უხერხულია, ამას ვსაუბრობ გურიაში და შემოგევლო ვერ შოვიდი ანა. კარგით, ქალბატონ ნინოს როგორ შეაფასებდა, აუცილებლად მინდა ორივეგან მოვისმინო პასუხი. აი თქვენთვის უკეთესი იქნებოდა თუ არა ყოფილიყო ჭკუასელი, რომელიც თემურ ჭკუასელი, რომელიც შეცვალეს ანუ იცით რატო გეკითხებით ამას 4 წლის განმავლობაში ბატონი თემური ისედაც იყო პარლამენტში ჩოხატაურიდან წარმომადგენელი და უფრო ადვილი იქნებოდა თუ არა თქვენთვის იმ ადამიანთან ბრძოლა რომლის გაკეთებული საქმეები კი ამბობს თვითონ ეხლა რომ ძალიან ბევრი გავაკეთე და დამრჩა კიდე ბევრი გასაკეთებელი და ამისთვის ბრუნდებიო მაგრამ ნუ ეხლა თქვენ ბატონო გურამ რაზეც ისაუბრეთ ჩოხატაურში რა მდგომარეობაა და იგივე რაც ლანჩხუთში შეიძლება მდგომარეობა იყოს იქნებოდა თუ არა თქვენთვის ბრძოლა უფრო მარტივი მე როცა დავიწყე საარჩევნო კამპანია ამაზე მიდიოდა საბატონო თემური როდესაც უკვე იყო კანდიდატი ნუ პირველ რიგში ხა იმას თავი დავანებოთ რომ ეს ელექტრო დამორჩენილი შეურაცხყოფაა რომ ბოლო დღეს კანდიდატურას უცვლიდა ამ უფრო იცი რა 4 წელი კი იყო ძალიან მაგარი თემოჭკუასელი მაგრამ ახლა უფრო მაგარი მოყავს ადამიანი რომელსაც ჩვენ ხელისუფლება დღეს ვედავებით 65 მილიონს და მისი ოჯახის წევრები ხო ანუ თუ საუბრობთ აკუჩხაიძეზე რომ მას ჰქონდა პრობლემები ხელისუფლებასთან დავებით აი ამ ყველაფერს რომ ხალდეს ბიზნეს ფარვები ხო ხლა 65 მილიონი დავალენება როგორ ხდა პარლამენტში შედიხარ, რატომაც შედიხარ და ის გაკეთებას გინდა ის მე მგონი ცხადზე ცხადია და ჩოხატაური და ლანჩხუთისთვის რომ არავინ არ მოიხედავს უკან მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. და რაც შეეხება თემურჭკუასელს ხა გაკეთა ჩოხატაურში მე ვერ გეტყვით მე ერთი რამე ვიცი და ეს Facebook-ზე ნახე ფოტოშოპს თვითონ მედებენ და რატო დებენ ამ ვიდეოს ვერ გეტყვით. როგორ შეხვედრებს აწვევდა ის და ეხლაც იგივე გრძელდება და ზაზა ურუშაძე და კიდე ერთი ადამიანი არის ყოფილი პოლიციელი ბესოტაბიძე როგორ ეხვეწება ეს ხალხს ხელ გამოყალ რომ ხალხო ჩვენი ხათრით მაინც მიეცით ხმა ანუ მსგავსი შეურაცხყოფა კანდიდატის მე არ მომისმენია რომ ჩემი ხათრით მიეცი კანდიდატს ხო რას ნიშნავს ანუ ამას ნინოცებასთან დაკავშირებით საუბრო ხალხი კანდიდატზე 13 კანდიდატი ხო ჯერი ყოფილი უმჭკუასელი და ახლა ხალხი მილიონი არის ხო ხა მე პიროვნულად არავინ არ პრობლემა არ მაქვს მე ერთი რამ ვიცი რომ მანამ სანამ საქართველოში არ დასრულდება ის რომ ხმა უნდა მივცეთ კანდიდატს დეიდაშვილი ბიზაშვილი მამიდაშვილობის ვიღაცის ხაზით იმიტომ რომ სოფლის გამგებელი მოვიდა და გთხოვა რომ იცით რა მე შემექნება ხალხო პრობლემა თუ არ მოხაზავთ ჩვენ კანდიდატს მოვიდა დეპუტატი იქ მოვიდა რას თქვენ ჩემი ხათრით მეცი ხმა ვისი ხათრით უნდა ვიყოთ მე ფშივე 4 წელი მითხარით არა საინტერესო არის თუ ზაზა ურუშაძეს იმდენი კი გაუკეთებია ლანჩხუთისთვის რომ ეხლა შეიძლება ვიღაცა მისი ხათრით კანდიდატს ხმა მისცეს ანუ ეს შეიძლება რაღაცა ირიბად ნიშნავს იმას რომ ის პირობას გვაძლევს რომ ჩემსავით კარგად იმუშავებს და ლანჩხუთის ჩანაწერები არსებობს მართლაც ისინი თავად ამზდებენ სოციალურ ქსელში და ძალიან უცნაურია როცა მოსწონთ ეს ჩანაწერები და მაგალითად როცა ბატონი თემური წარადგინეს მგონი ნიგვზიანში იყო ის წარდგენა განაცხადეს რომ აი ასეთი დეპუტატო მაჟორიტარი ფაქტობრივად არ ღირსებია რაიონს და პირველად არის რომ აი მართლაც არ ღირსებია ესეთი დეპუტატი ამდენად არცეთ რაიონს ხო აი ესე წარადგინეს და მე უცებ აი კი იცით როდესაც მოხდა ჩანაცვლება და აღმოჩნდა რომ აი ეს ყველაზე ღირსეული კანდიდატი არის უღირსი და ახლა უფრო ღირსეული იპოვეს რეალურად
აბსოლუტურად ვეთანხმები ამჯერად გურამს, რომ აი სწორედ ბესოტაბიძისა და საზავურუშაძის თანხლებით მოსიარული კანდიდატი ფაქტობრივად ამ ორ ადამიანს რა ავტორიტეტი აქვს, რომ თუნდაც მათი ხადრით მისცენ ხმა, ანუ რა უკეთებიათ რაიონისთვის, ეს კიდე ცალკეთება, მაგრამ როდესაც კანდიდატი თავად ვერ საუბრობს ძირითად პრობლემატიკაზე, როცა ვერ საუბრობს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე და მხოლოდ შემოიფარგლება, თქვენ შეგიძლიათ ვიდეო ჩანაწერები ნახოთ, მხოლოდ შემოიფარგლება იმით, რომ გულის სიყვარულში ვერავინ შეედავება, ეს უკვე არასერიოზული მიდგომა, ეს არ არის პოლიტიკოსის მიდგომა და ეს არის უბრალოდ გურიის ერთი რიგითი მაცხოვრებლის. ყოველთვის განსაკუთრებით ჟურნალისტისთვის ძალიან საინტერესო არის იმ დროს, როდესაც საუბრობთ კონკურენტზე, ის იჯდეს ახლა ჩვენთან სტუდიაში და პასუხობდეს, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს მათი გადაწყვეტილებაა, რომ არ მოვიდნენ ისინი გადაცემაში, მაგრამ იცით რა მაინტერესებს? ზოგადად როგორ აფასებთ სიტუაციას, რომ ბატონი ჭკუასელი, რომელსაც როგორც თქვენ თქვით, ახლა ბოლოს გამოჩნდა, რომ ის არ იყო ის კანდიდატი, ვისაც შეიძლებოდა ოცნების გამარჯვება მოიტანა, მოკლედ ამ ორ გაერთიანებულ ოლქში. ქალბატონი ნინო, რომელსაც ასევე სერიოზული პრობლემები აქვს, რაზეც ბატონმა გურამი მისაუბრა და ის უკვე მთელმა საქართველოს მიცის, რომ ეს ასე არის. ბატონი აკაკი, რომელსაც ქონდა ასევე სახელმწიფო ედავებოდა და მაგის გამო დაკავებული წავდათ სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის და შემდეგ ეს თანხა გადაიხადა და ასე შემდეგ. მოკლედ, რა ხდება ამ შემთხვევაში ოცნების შეხედულებებიდან გამომდინარე, რატო ვერ ხდება ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომ თუნდაც არ იყოს სასაუბრო დღეს ჩემს გადაცემაში, რომ თქვენს კონკურენტებს არ აქვთ არც სუფთა წარსული და თქვენ ეჭვგებარებათ იმაში, რომ მას არ ექნება არც სამომავლო ადამიანობა სუფთა. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მათი საკადრო პოლიტიკა, როგორია თქვენ ამას თავადად ხედავთ და მთელი ქვეყანა ხედავს, მაგრამ ზოგადად ადამიანური რესურსი, რომელსაც აქვს ცოდნა, კომპეტენცია, უნარი, გარკვეული გამოცდილება აქვს, ცხოვრების გზა აქვს ისეთი განვლილი, რომ კანონშემოქმედებით ორგანოში იქნებოდა პროდუქტიული, ასეთი კადრის ძებნა მათ ხოშ გურიაში ფაქტია რომ გაუჭირდათ. აი ძალიან მარტივ მაგალითს მოგახსენებთ, მე განათლების სამინისტრო დავტოვე წელიწადგახევრის წინ და გახდით ზოგადად განათლების მარხვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროს პოზიციაზე. დღემდე ჩემს თანამდებობაზე არავინ არის დანიშნული და ვინც იყო ჩემი მოადგილე, ის ასრულებს მოვალეობას. როგორ ფიქრობთ, რატო? რეალურად საკადრო პოლიტიკა ამათვის პრობლემაა, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაც ჩამოთვალე ცოდნა, უნარი, კომპეტენცია ზოგადად, არ არიან ამ გუნდის წევრები და თავისთავად თუმცა ქალბატონი, ეხლა თქვენ რასაც უსვათ ხას არ ამგონი ხა ეჭვგეპარებოდეთ იმაში თქვენ საკუთარ შესაძლებლობებში, რომ გააქვთ კომპეტენცია, შესაძლებლობები, განათლების დონეც ისეთი, რომ აი რომელ სამსახურსაც ხელმძღვანელობთ, მაგრამ თქვენ რატო დატოვეთ? მე დავტოვე სწორედ იმ მიზეზით, რაც იქ ხდებოდა. კონკრეტულად განმავლობაში, აი ძალიან მარტივ მაგალითს მოგახსენებთ, დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად მაგალითისთვის ერთი კონკრეტული მაგალითი, რაც გადამოწმებადია, 2014 წლის 31 დეკემბერს ნაჩქარევად გაიცა არც ისე, ასე ვთქვათ, მცირე რაოდენობის თანხა პრემიების სახით, კი, რა თქმა უნდა, ყველა პედაგოგი ღირსეული იყო და უნდა მიიღოთ ეს პრემია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ გაიცა 2014 წლის 31 დეკემბერს? სწორედ იმიტომ, რომ ბიუჯეტის შესრულების საკითხი იდგა და როგორმე ეს თანხა უნდა გასულიყო განათლების სამინისტროს. ასეთი იყო იმ ყველა თვის მანძილზე იქ დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრებისადმი და ზოგადად სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა იყო და იქ რაც განათლების სამინისტროს სისტემას პრობლემები აქვს, ეს არის სისტემური ხასიათის, ეს არის ძალიან სერიოზული ხარვეზები და ის მარტივი მაგალითი რაც მე მოგიყვანთ, უბრალოდ იმას მოწმობს, რომ თანხაც კი რომელიც გამოყოფილია არ იხარჯება მიზანმიმართულად, არ იხარჯება დროულად და თავისთავად შედეგიც არ არის. ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულისკენ მიდის. აქედან გამომდინარე ბატონო გურა, მაინტერესებს მართლა უბრალოდ რა რომ შეაფასოთ დღეს ყველათ, არ ვიცი რა, უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში და აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც თუ წარმომადგენლები ვინც კი გამოდიან, ყველა ამბობს, რომ ერთადერთი რაც სერიოზული პრობლემა სჭირს მართლ პარტიას, ეს არის არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური კადრები, რომლებმაც შექმნა ზოგადად შთაბეჭდილება ქვეყანაში იმის, რომ ხელისუფლებას არ აქვს იმის უნარი, რომ მართოს ქვეყანა. როგორ ფიქრობთ თქვენ, არ არიან დაინტერესებული გონიერი ადამიანები, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ქვეყანა თუ ანუ მე პირადად ამის ახსნა ძალიან მიჭირს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო ხდება ეს ყველაფერი? რატო უჭირთ კარგი კადრების მოძიება დღეს იმ ადამიანებს, ვინც არიან ხელისუფლებაში?
არა, უფრო სერიოზულ პასუხს ველოდებით თქვენ გაბატონებთ. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს განათლება და შეუძლია საქმის კეთება, ამ ადამიანებს თავისთავად აქვს თავმოყრება. მაშინ, როდესაც ხედავ, რომ აბსოლუტურად უსუსურია ხელისუფლება და არაფრის მახნისია და არაფრის გაკეთება არ უნდათ. თავმოყრე ადამიანი არ მივა და არ დაიწყებს, ასე ვთქვათ, არ მოითხოვს თანამდებობას და არ იმუშავებს, ხო? როდესაც იყო ხალხო მინდოს აღდგენა წილოსანის. უყურებთ ტელევიზორს ჩვეულებრივად და ამის შემდეგ გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. არაჩვეულებრივი ადამიანია, როგორც პიროვნება. და იყო საუბარი ლანჩხუთზე და ეს რაღაცა დიდი იმითი, რა ქვია, უმახიანად, რომ ჩვენ უახლოეს 4 წელიწადში ლანჩხუთში ეს მუშტის ტყმით ავაშენებთ თხილის გადამამუშავებელი ქარხანას, რომელშიც გადამუშავდება 100.000 ტონაზე მეტი თხილი და მე როგორც კანდიდატი ცოტა არ იყოს და ვფიქრობ, რომ რაღაცა პოზიციები მისუსტდება, ხო, ლანჩხუთში ვღადავ. ამას ვიზამთ გადამუშავდება ეს და ბოლოს დაამთავრა და ამ ქარხანაში დასაქმდება 30 კაცი. ქვეყნის პრემიერმა ამოუწო 30 კაცს დაგასაკეთებდა ლანჩხუთში უახლოეს 4 წელიწადში აქ დამთავრებულია ყველაფერი ხალხო რომელ კომპეტენციაზე ვლაპარაკობ და რაზე ამ ადამიანს ძალიან ახალი კაცია ფოტოში ბატონი გრიგაშვილი და კარგი ადამიანია მაგრამ მოდით შევთანხმდეთ ეს რამეზე რა არავის არ ეწყდება მე მგონი ეს ფეხბურთის გულშემატკივრის განსაკუთრებით რომ ხვა ჩვენ ხო მესი ჩავაყოთ საქართველოს ნაკრებში დავაწყებოთ ეს თამაში გამორიცხულოთ საქართველოს ნაკრები გახდეს სოფლიო ჩემპიონი შეუძლებელია გორის დილას თუ მომა კარგი იქნება ან ჩოღადაურს გახმაროს. ანუ თქვენც ამბობთ იმას, რაზეც საუბრობენ სხვები, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, ჩნდება თუ არა, შეგრძნება ისეთი, რომ ხელისუფლება, როდესაც დღეს 4 წლის შემდეგ ისევ ახალი არჩევნებისთვის ემზადება და საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ მომავალ 4 წელიწადში რაღაცის გაკეთებას, ის რაზეც დაპირება უკვე გაცემული გქონდათ. უბრალოდ ჩნდება თუ არა იმის შეგრძნება, რომ ამ ადამიანებს შეიძლება ავიწყდებათ კიდეც, რომ იყვნენ უკვე ეს 4 წელი ხელისუფლებაში და რაღაც ახალი პარტია არ არის, რომელმაც ხვალ უნდა შემოაბიჯოს პირველად ქართულ პოლიტიკაში და აქედან უნდა დაიწყოს ქვეყნის სამშენებლობა. 4 წლიანი მართლობა ჰქონდათ და ცოტა იმეცადინეს და ეხლა ამბობენ რომ კიდე 4 წელი თუ დავტოვეთ ხელისუფლებაში 400 მილიონი აღარ იქნება პრემიებისთვის გამოყოფილი, გამოყოფთ 800 მილიონს, რომ უფრო კარგად გავისკეროთ ჯიბეები და მე თქვენ თუ დაწყლების მშივრები მაგაზე ნამდვილად არ ვიდარდეთ ჩვენ. აი ეს არის გონდათ ხელისუფლების მიდგომა, სხვანაირად ამის შეფასება შეუძლებელია ხალხო რა ერთი ჭკვირა არჩევნები დარჩენილი და ადამიანები ამბობენ იმას, რომ გაახსნეს 100 ქარხანა. მაგრამ ყველა რაიონში ხალხი დადეს ამ ქარხანებს ეძებენ და ვერ პოულობს. 100 ქარხანა 40 ტუალეტით შეიცვალა მე მგონი. ხო, აჭარის იმის უმაღლეს არჩევნებს თავმჯდომარებობას აფია უკასრავად საპეპარაშოსთან რომ მიდიზა რომ ჭრის ლენტს და რომ გაიხსნა საზოგადოებრივი ტუალეტი, ხო სიცოცხლეა ხო მეტი აღკვათ ამაზე ამის. იცით რა, აი იმ წარდგენაზევე იგივე ოცნების კანდიდატმა მაგალითად ერთ-ერთ თავდაპირებად გააჟღერა შუქი ყველა სოფელს. ხო. რა და ეს პრობლემა ყველა ვიცით რომ ნაკლებ აქტუალურია. კარგი, კი. რა ვიცით ვინ იყო ჩართული მაგ პრობლემის მოგვარებაში. კი ბატონო, გადაცემაში გვიზის ბატონი გუგამიშტურა და ალბათ თქვენ უფრო გეცოდინებათ რომ ჭირდება თუ არა დღეს შუქი ყველა სოფელს მოდით მე გადაცემა რომ დავასრულო ბოლო კითხვა იქნება პირველად. ყველა სოფელს დღეს ჭირდება გაზი მე 2 წუთს გამოვიყენებ და მე მინდა თქვა ეს ყველას გასაგებად მინდა თქვა მთელ საქართველოში იყოს გაზი ყველა სოფელში. მაგრამ მე მაქვს წერილი ოფიციალურად მიღებული სამტრედიის სოკარ გაზიდან. სადაც წერია რომ სამტრედიაში არის გაზიფიცირებული 16000-ზე მეტი ოჯახი და დარჩენილი 4 სოფელში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომელიც ბოლომდე დასრულდება. და ჩოხატაურში გაკეთდა 4 წელიწადში ერთი სოფელი ყორაბერეჟოული და ლანჩხუთში გაკეთდა 2 სოფელში გაზი, ერთი არის შუხუთი, მეორე გვიბალაური თუ არ ვწდები. აი ეს არის რაც გაკეთდა ხელისუფლებამ და რატომ იმაში სამტრედიაში? იმიტომ რომ ბატონი კალაძე არის სამტრედიიდან და არის ენერგეტიკის მინისტრი და მისი ძალაუფლება გამოიყენა ყველაფერში. ყველგან უნდა იყოს გაზი, ყველა ოჯახში უნდა იყოს, მაგრამ ის რომ მინისტრი საიდანაც არის იქ უნდა იყოს ყველაფერი ეს არასოდეს მე ვიყავ კომისიის თავმჯდომარე მას მე შემეძრო რომ დამატებულში გამესაბრძანება და დღეს შოხატაურში ყველა სოფელში იქნებოდა გაზი მაგრამ არ გავუკეთებიეს იმიტომ რომ საქართველოს იწყება და მთავრდება ნებისმიერი სოფლიდან ნებისმიერი ქალაქიდან და ყველა ოჯახში კარგი კი ბატონო ეხლა მე მინდა მოკლედ მოვისმინო თქვენ გაპასუხებ და დავასრულებ გადაცემას პირველად გუშინ პირველად თქვა ბატონმა ბიძინამ რომ სავარაუდოდ იქნება მეორე ტური, ანუ მასაც აქვს უკვე ამის ბოლოდინი და ამის შემდეგ როგორც მოსალოდნელი იყო მანამ ეს არავის არ უთქვამს ბატონ ბიძინას შემდეგ უკვე ხელისუფლების ძალიან ბევრი წევრი ალაპარაკდა იმაზე რომ მოსალოდნელი არის, ანუ ელოდებიან რომ შესაძლოა იყოს მეორე ტური, თუმცა ასევე დარწმუნებულები არიან რომ თუ კი იქნება მეორე ტური, აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნების კანდიდატები. თქვენ თუ ელოდებით, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა იყოს მეორე ტური, არა მარტო სხვადასხვა რეგიონებში, არამედ
გურიაში შეიძლება თუ არა ის რო იყოს, როგორ შეიძლება იყოს ამ მეორე ტურის შემდეგ კიდე შედეგები. სადაც ბევრი კანდიდატია რეგისტრირებული, ლოგიკურიც არის რომ წავიდეთ მეორე ტურისკენ. რა თქმა უნდა, მე მოტივირებული ვარ რომ და ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ ეს პერიოდი მკარნახობს იმას რომ შესაძლოა რომ პირველ ტურშიც ძალიან კარგად იყოს საქმე, თუმცა ხა უფრო გადავწყვეტი ალბათ ხელისუფლების აი ამ დამოკიდებულებას მათ ეგონათ ნამდვილად ესე თვლიდნენ და ილუზიაში იყვნენ ძალიან დიდხანს რომ პირველივე ტურში ყველა პოლიტიკურ ძალას ისინი ამარცხებდნენ და უმრავლესობით მოდიოდნენ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გამოჩნდა რომ რეალისტურად გამოაფხიზლა ვიღაცამ ბატონი ბიძინა და ვთქვათ ეს არასწორი ინფორმაციების ნაცვლად როგორც ჩანს მიაწოდეს შედარებით სწორი ინფორმაცია, თუმცა ის მაინც ხვის რომ მეორე ტურს მოიგებს ქართული ოცნება. მე ვფიქრობ რომ საერთოდ ასე ვთქვათ უკვე გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა ქართული ოცნება და რა თქმა უნდა ის მეორე ტური იქნება თუ პირველი, ჩვენ ნახავთ როგორ კარგს იწვევს. კარგი, თქვენ რა სიტყვით ბატონ გურამ და მე გითხავთ იმას რომ თქვენ დარწმუნებული ხართ კი ბატონ და ამბობთ რომ მოდივართ ხელისუფლებაში, მაგრამ ასევე დარწმუნებულია ბატონ პაატაც რომ მოდიხართ ხელისუფლებაში და ამაზე როგორ შეთანხმდებით ახლა? ნუ ზოგადად თუ არ ამბიცია არ გაქვს იმისი რომ მომხვიდე ხელისუფლებაში, მაშინ რა გინდა პოლიტიკურ პარტიაში და რა გინდა საერთოდ თაყვანაზე ხო პოლიტიკაში. ეს ინფორმაცია რაც სახელმწიფოს მოტუთან აკავშირებით მეტად სასიხარულო არ ჩემთვის, იმიტომ რომ როგორც ჩანს ვიღაცა 4 წელს თავზე გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც შეხვედა და შევიდა ბიზნესთან და უთხარ რომ შეიძლება მეორე ტური იყოს. ახლა ის უყურებელ გამოვიდა მაგის საკითხავია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიღაცა შევიდა და შევიდა. მე არ გამორიცხავ ადამიანმა ან სხვა კიდევ 2 დღეში შევიდეს და შევიდეს და უთხრას რომ მე მგონი მართლა უნდა ჩავალებოთ შემოდები ბატონობიდან და წავიდეთ აქედან, შეიძლება 8-ში 7 დღისკენ ვიღაცამ მართლა შევიდეს და შევიდეს და უთხრას რომ იცით რა მეორე ტური კი არა, ვფიქრობ რომ პირველივე რეისი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ ბატონ გურამ თქვენ ისევ ხუმრობთ, მაგრამ მართლა მაინტერესებს რა ინფორმაცია რომელიც გაჟღერდა რომ ბატონ ბიძინა საუბრობს იმაზე, ანუ ის რაც გამოვიდა იმ შეხვედრიდან, რაზეც ნაციონალური მოძრაობა საუბრობს, რომ ბატონ ბიძინა წაგების შემთხვევაში აპირებს საქართველოს დატოვებას, თქვენ მიგაჩნიათ თუ არა ზოგადად ეს იქ შეიძლება თუ არა რომ მართლა წაგების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს საქართველოს და წავიდეს. ზოგადად მე არ ვისურვებდი რომ რომელიმე ქართველი წავიდეს საქართველოსდან და იცხოვროს რაღაც სხვაგან, ანუ არ აქვს მნიშვნელობას ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ გურამ ჭალაგაშვილი იქნება საქართველოს არ ქართველების და იმ ხალხის ვინც აქ ცხოვრობს და უნდა იცხოვრონ აქ. მე თმართნასო გასაქცეულად გავუხდეს რომელიმე საქმე, მაგრამ თუ ადამიანი თვლის რომ მას მის ქვეყანაში არ დაედგება, თავის აუცილებლად წავიდეს და წავაგიდეოს ამას ჩვენ ეს დავიჭერთ და absolutely არავის დაჭერას ყოველ შემთხვევაში და ყველა შეუძლია მშვიდად იცხოვროს მის ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ის ვინც შეჭამა ხალხის ფული, ის ვინც ადამიანები მიიყვანა შიფშილის ზღვარზე, ის ადამიანები რომლებიც გამოიცნობითაც ათასობით ადამიანი დღეს უკვე აღარ არის ცოცხალი, იმიტომ რომ ელემენტარულად წამის ფული შეშოვეს და ელემენტარულად საქმის ფული არ ქონდათ, რა თქმა უნდა ადამიანები კანონთან მიმართებაში იქნებიან, ასე ვთქვათ, კანონის წინაშე წარდგებიან და როგორც სასამართლო გადაწყვეტს, როგორც დამოკიდებულებად დამოკიდებით სასამართლო ხო ყავთ, როგორც გადაწყვეტს რუსეთზე, ის იქნება მათი ბედი. მაგრამ საავადმყოფო ვფიქრობ, რომ რუსეთზე პირველი ძალა საქართველოსდან და მიყვებიან დანარჩენებს კიდე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, გისმენთ კალბატონინო. რა თქმა უნდა, ბარგსაც ჩაალაგებს და მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პარტიის წევრები გაცილებასაც ვერ მოასწრებენ ალბათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი პირველი იქნება, ასე ვთქვათ, მოახლოებული კრახის ფონზე, ვინც დატოვებს ქვეყანას. ეს აბსოლუტურად რეალისტურია. იმიტომ რომ ხო, აი, საინტერესო ეგ არის, რატო? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია იმაში, რომ თუ მიშა სააკაშვილი დაბრუნდა, მას აუცილებლად მოუწევს მკაცრად პასუხის მოთხოვნა იმ ყველაფერზე, რომ მან ჩამოართვა ხელისუფლება თუ აქ მეორე მხარე არის. მას მოუწევს პასუხი აგოს იმაზე, რომ რაღაც დააშალა. ანგარიშწორებასთან შორს გავართ, ზოგადად და ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ანგარიშწორებას ვაკობ, მაგრამ ზოგადად ამ შემთხვევაში ბატონ გურამს ვეთანხმებით, თუ ვინმე კანონის წინაშე არის დამნაშავე, ბუნებრივია, მეც რომ ვიყო ეს პასუხი უნდა ვაგო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. რაღაცა ის რომ გააკეთა და მოვიდა ხელისუფლებაში, პირველ რიგს გააკეთა, რაზეც არ დაფიქრდა მოსახლეობას დიდი ნაწილი სამწუხაროდ. საკუთარი 80 მილიონი როგორც ამბობდა დაიბნა ბიუჯეტიდან და შვიდად და ბედნიერად ცნობს თავს და ერთი წლის თავზე თქვა რომ თავში ხოიხლიათ, რა ძინას იქნიათ, წავიდა, წამოწვა თავის სასახლეში, იქიდან იძლევა ბრძანებებს და შევატოვა პრაქტიკულად ცადაოხ ადამიანებს. მინისტრი რომ იმას ვერ ახერხებს მისმა სამინისტრომ 150 მილიონი დახარჯოს და ამბობს რომ იცით რა ეს ფული არ იყო დასახარჯი, იმიტომ რომ საქართველოში გზები არის მოწესრიგებული,
ხო, ну, ალბათ რაოდენობა როგორც არ არის გზა 80% სოფლებში წყალი არ არის, იმიტომ რომ გურიაში ასად გზა არ არის, კვალი არ არის, არაფერი არის და ლოდები მოვდა როდესაც გზებზე, ხო? კარგით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემს გადაცემის სტუმრები იყავით. მე ჩემს მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენს გადაცემას სტუმრობდნენ ლანჩხუთ ჩოხატაურის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქალბატონი ნინო კვიტაიშვილი, ბატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის გაერთიანებიდან ბატონი გურამ ჩალაგაშვილი. მე თქვენ მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.